მოგესალმებით. ჩემო ძვირფასო გამომწერებო, იმდენად ბედნიერი ვართ, რომ მე და ჩემი გუნდი რომ ავყევით ამ ჩვენ ახალ წამოწყებაში. უღრმესი მადლობა თანაგრძნობისთვის, გვერდით კომისთვის და ესე გავაგრძელოთ ერთობით. ძალიან მიყვარხართ, ძალიან აი როგორ გამაბედნიერეთ არიცით. ხოლო რაც შეეხება ჩემს ოპონენტებს, ნუ ეხლა მე თქვენ ოპონენტებს გიწოდებთ, მაგრამ ისე სინამდვილეში რაც ქვია ძალიან გაციცით. მინდა უთხრა აციო კტით ბიჭოს მინდოდა სწორედ აი ეს მინდოდა რომ აი გეგრძნოდ და აი ურტყამთ მიზანში და ბიჭო მოყვარეს პირში უძახე უზრახე მტერს პირს უკანო როცა თქვენ მიხვდებით ვინ არის თქვენი მოყვარე და მტერი ჩათვალეთ რომ ცხოვრებაში უდიდესი მისია გაქვთ შესრულებული მე მაინც მიყვარხართ ყველა ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ. ყოველთვის ჩემს ყველა ჩართვას დავიწყებ აი ამ ფრაზით. უნდა ვიხმაუროთ, რადგან სიჩუმე არის უსამართლობის თავშესაფარი. ქვეყანა გვაქვს ხალხო გადასარჩი. გურულებმა საკუთარი ამბავი არ იციან თუ არა სოფლიო პოლიტიკაში რა ხდება ყველაფერი იციან და ამიტომ დღესაც არ დავარღვევ ტრადიციას და დავიწყებ გლობალური მიმოხილვით და ჩამოვალ გურიაში. პირველი ნიუსი. სალომე ჭაჭუამ თავისი შეყვარებულის იმდაყვი გამოაჩინა, ხოლო მაკრონმა ხელსახოცი დამალა. კოცება იმ წუთში ნარკომანად მონათლეს. გადაიკიდეთ ელის ეს მინდვრები? ასე ებძვით თქვენ ევროპას და მერე იძახით ევროპაში არ გვიშებინო. ვინ შეგიშოვთ ბიჭო ევროპაში? ყველაზე მაგარი და ყველაზე სატირელი თემა არის ის, რომ ამ ფეიკი პროპაგანდით ეს რუსული ხელისუფლება ცდილობს რომ თქვენ მოგატყუოთ თუ რამდენად ცუდია ევროპა, ვითომ აი ევროპის ლიდერები და ამ დროს მთავარ პრობლემას გავიწყებენ ნარკომანიასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაშია, იცით რომ გადახედეთ თქვენ საახლობლოს, სამეზობლოს რამდენია ნარკოდამოკიდებული, როგორ იღუპება სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი და უკონტროლო სიტუაცია და ამაზე რატომღაც თქვენ სტუმხართ. და ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროპაგანდა ძირითადად არის გათვლილი ვიზე ხო იცით იდიოტებზე და თქვენ ხომ ასეთი არ ახართ. ამიტომ ძალიან დაფიქრდით იმაზე თუ რას გთავაზობთ მავნებლები. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს ოცნების პროევროპელი ამომრჩეველი. იმიტომ რომ ფაქტიურად როგორც ხედავთ ცივილურ სამყაროს ჩამოგვაშორეს და ჩრდილოეთისკენ გვეკაჩებიან ალბათ ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის რომ ამას ოფიციალურად გააფორმებენ. არადა პროევროპელსაც და არა პროევროპელს ყველას მოსწონს ევრორემონტი, ევროპული მანქანა, ევროპული განათლება. და არ გინდოდათ ბატონო ხომ, კაი ცხოვრება, მაშინ ჭამეთ და სვით პაპაშვილის სკინტლიანი რძე. და რაც შეეხება ამ სკინტლიანი რძის ამბავს, სხვათა შორის იმედმა მიუძღვნა დიდი სიუჟეტი, რომ გავაგზავნეთო ეს რძეო ევროპაშიო, ევროპელმა ექსპერტებმა შეამოწმაო და გამოიყვანეს ტელევიზიაში ჰოლანდიელი ექსპერტი. და რძის სიწმინდეზე დასკვნა დადეს. ხედავთ? თვითონაც ქოცებმაც იციან, რომ ხალხი ენდობა ევროპულ სტანდარტებს, ევროპელ ექსპერტებს. და ეს უნდათ, მაგრამ ევროპული სასამართლო არ უნდათ, ევროპული სამართალი არ უნდათ. აი ამაშია საქმე. ხლოდება ეგრეთ წოდებული ოჯახის სიწმინდის დღე. ღმერთო ამრავლე ბედნიერი, ჯანიანი,
კეთილდღეობის მქონე ოჯახები საქართველოში. ეს არის ჩემი ოცნება. მაგრამ ოჯახის სიწმინდე არის ყოველ დღე. ეს არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთდამოკიდებულება, ერთმუჭად შეკრა და არა ის, როდესაც დედაშვილი ენატრება შვილს, დედა ენატრება და მამაკაცები ქალებს ეცალათობენ ოჯახში. ეს არ არის ოჯახის სიწმინდე. როდესაც ოჯახის სიწმინდეს პოლიტიკური ანგარიშისთვის და ქულების დასაწერად იყენებს ნებისმიერი ხელისუფლება, ეს ხელისუფლება არის ნაძირალა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეთ. მოკლედ, თურმე გურიაშიც დიდი სამზადისი ყოფილა ამ ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით და სოფლის რწმუნებულებს ესე ვთქვათ მობილიზებული ყავთ მოსახლეობა და ასევე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები და ერთი ამბავი მომიტანეს, რომ მეზობლის ქალმა გადასახა თურმე მეზობლის კაცს თუ მოდიხარო 17-შიო სიწმინდის დღეზეო. ანცალია ქალო ყანამა გასათოხნიო და აბა მე მივდივარ და რა გინდა ქალო შენ სიწმინდის დღეზე 9 იქმალი გამეიცვალე და არც ერთი არ შეგჭა ბოლოსო. მოკლედ ასეთი თემებია ჩემო ძვირფასო. ძველად გურიაში ძველი წარმოდგენით არსებობდნენ ჭინკები. ანუ მაქციები. ოღონდ ეს ჭინკები და მაქციები იყო დედალიც და მამალიც. და მაქცია რას ნიშნავს? ისე მოგატყუებდა, ისე შეგიქცევდა თურმე ვერც კი მიხვდებოდი. ხო და დღესაც არის თანამედროვე გურიაში ჭინკები და მაქციები, აბა ვინ გადაათხრიდა ასე ოზურგეთის ქუჩებს. ძალიან კარგად მახსოვს 2 წლის უკან გამოვიდა ოზურგეთის მერია და შევასრულეთ დაპირება მოსახლეობის და ოზურგეთი მაკვანეთის დამაკავშირებელი გზა დაიგო. დიდი ზარზეიმით. ჯო რას ვხედავ რამდენიმე დღის წინ რომ შუაში გაჭრილია ეგზა და რაღაც მილები იდება წყლის. ხალხო ძველი წელთაღრიცხვის მე-4000 ლეოში ჯერ არხი გაყავდათ, მერე კანალიზაცია გაყავდათ, მერე აგებდნენ გზებს. რეზა ხდება ამ დაქცეულ ქვეყანაში უკუღმა ყველაფერი რომ ჯერ დააგებენ გზებს. იმ დაგებულ გზებზე თუ უნდა დააგონ 15 სანტიმეტრი ასფალტი, დააგებენ 8-ს, დანარჩენს მოტეხავენ. ხო და ვაი ვაგლახით დაგებულ გზას მერე გაჭრია, მერე გაყავთ გაზი, მერე გაყავთ წყალი და გექცენ დაბადება. ყველაზე გასაკვირი არის რომ გაგაშტერათ ხალხო. არიხმარო ეს სიტყვა უმითხრეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რამ დაგამუნჯათ ხალხო, რამ დაგაზომბირათ. იცით საერთოდ ოზურგეთის ბიუჯეტი. იცით რაში იხარჯება? ვინ იგებს ამ ტენდერებს იცით? რამხელა ფული ტყდება, რამხელა კორუფცია იცით? საერთოდ ოდესმე დაინტერესდით ამით? არა. აბა მანდა მაინც ჩემი გამჭირვალობა გინდათ? ჩამკვდარია თქვენი სოფლები, ხო? ახალგაზრდები გაქცეულია. რაღაცა წელიწადში 5 თუ 6 რაღაც ორგანიზებას გაუკეთებენ, რაღაც ღონისძიებას, ბუშტები, ფეირვერკები, რასაც გამოკიდებენ იქ. თუ ღირს ეს დაწერენ პროექტი პირობითად 60,000 დაიხარჯება ნახევარი ტყდება. იცით რომ ყველა მდინარეზე ქვაღორღის წარმოება რომა, ყველა საკრებულოს წევრების ნაწილი და მერის მაღალჩინოსნები რომაა წილში? სანამ თქვენს ჭიშკრამდე არ მოვა წყალი არ შემოგივარდებათ, მანამდე რომ არ იღებთ ხმას და წაყუჩული ხართ, ვინ გეხმარებათ ამ დროს? ჟურნალისტები მორბიან, გარემოს დამცველები მოდიან, იურისტები მოდიან და გეხმარებიან. და ხო, ამ ადამიანებს ვინც თქვენ გეხმარებათ. ისეთი კანონი მიიღო ხელისუფლებამ, რომ გაქრობას გვიპირებს. ამის შესახებ მომდევნო ჩართვაში. ძალიან ხშირად ბევრისგან გამიგია, მე არ ვერევი პოლიტიკაში, მე აპოლიტიკური. პოლიტიკა ერევა შენ ცხოვრებაში, პოლიტიკა.
გაძვირებული ყველაფერი, მოგვაქციეს იზოლაციაში, ჩაიშალა ყველა პროექტი. და თქვენ არ იფიქროთ ახლა გონია თქვენ რომ ის რაც პროექტები კეთდებოდა ესე ყველა ამერიკის და ევროკავშირის დონორი ქვეყნების დაფინანსებით იყო, რასაც თქვენ გიმალავდნენ, დაფინანსებით იყო. ხო და უბედურებისკენ და უსრულისკენ მიდის ქვეყანა და ნუ შეერევა და პოლიტიკაში ჭიშკართან ჩამოა ყველა და ძირითადად ეს ის ადამიანებია, პასიური ადამიანები, რომელთვისაც სამშობლო არის მათი შემოღობილი. დაფიქრდით კარგად. ყველას მოგაკითხავთ ურმით სამართალი. არც იმაზე არ იღებთ ხმას, როგორ ხვდებიან ქალებს მამაკაცები, აი წმინდა ოჯახის შვილები, როგორ სცემენ ახალგაზრდებს, ჩვენ ხომ და ისინი ხომ იმისთვის იბრძვიან, რომ უკეთესი ცხოვრება გქონდეს, ხო? უკეთესი ქვეყანა გქონდეს. ბიჭო, დავფერდი ქალი ასე ქვია და ისევ იმ ხალხს ხედავ საკრებულოში და მერიაში ბავშვობის დროს რომ ხედავდი. მერები მიდიან და მერე ოზურგეთის ტროტუარებიც მაგათია, რესტორნებიც მაგათია, სასტუმროებიც მაგათია, კეთდებიან შავი დედალები და თქვენ ირბინეთ და ბელაზავით მერე არჩევნებზე და მივცეთ ხმაი ამას და მივცეთ ხმა ნო რა გეშველები. აი და მანებით. კობახიძის წერილი სულაც არ არის სასაცილო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მიწერა, ვის ეჯგიმებით ბიჭო, ვის ამხელა გიგანტ ქვეყანას, პარტნიორ ქვეყანას, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ ყოველი ამათი მესიჯი, ყოველი ამათი ნაბიჯი არის იმითკენ, რომ ჩვენ იზოლაციაში მოგვაქციოს ცივილურმა სამყარომ და ესენი უბრალოდ გააფორმებენ რუსეთს საქართველოში. ეს არ უნდა დაუშვათ, რადგან რუსეთი ჩვენი ბოლო დამპყრობელია. არც ერთ დამპყრობელს ისეთი მორალურ ზნეობრივი ზარალი ჩვენთვის არ მოუყენებია, როგორც რუსეთმა მოგვაყენა. იცით რატომ? დედაგვიტირა ყველანაირად და მაინც რუსეთისკენ იკაჩები. მეტი რა უნდა დაგიშაოს ტერმა. ჩემო ძვირფასებო, სანამ თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში, თითოეულ ქუჩაში, თითოეულ სამსახურში, თითოეულ ოჯახში არის შეგნებული, ღირსეული, მებრძოლი ქართველები, ჩვენც გადავრჩებით. ჩვენი მეორე რუბრიკა ხალხის კითხვები, ქალბატონო ირმა. ხო და ეს ხალხის კითხვები შინაარსობრივად იყოფა ასე გადავწყვიტეთ, რომ გაიყოს ხალხის მიერ საჯარო დასმული კითხვები და ბუნებრივი ინტელექტის მიერ მოფიქრებული კითხვები. ხო და საჯარო დასმული კითხვები ამ ეტაპზე არ გვაქვს და ბუნებრივი ინტელექტის მიერ მოფიქრებული პირადში მოსულ კითხვებს დაგიკითხავთ. პირველი. ესე იგი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალური გვერდი რო აქვს Facebook გვერდზე, ესეთი განცხადება დევს, რომ მუნიციპალიტეტის მერი, სახელები ამოვიღეთ ახლა, სახელებით იყო მოწერილი, მაგრამ სახელები ამოვიღეთ. მუნიციპალიტეტის მერი გმირთა მემორიალთან, სახელმწიფო რწმუნებულის გურიის მხარეში, საკრებულოს თავმჯდომარესთან და გურიის დელეგატის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა. ვაიმე? შენ ვინდა გაკლდა, ვის ნახვას ისურვებდით ამ წარმომადგენლობით სიაში? ბრეჟნევს. კარგი, კაი ვერსია, მადლობა, მაგრამ ამას აქ, პასუხიც აქვს ამ კითხვას და ასეთი ვერსიაც შეიძლება არსებობდეს. უყურეთ, მუნიციპალიტეტის მერი გმირთა მემორიალთან, სახელმწიფო რწმუნებულის გურიის მხარეში, საკრებულოს თავმჯდომარესთან და გურიის დელეგატის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელთან, ასევე იქ იმყოფებოდნენ ნინაკა გელაშვილი, ვლად არამოვი, გურამ ჯაში, ხაშურის მეწარმე ხალხთა გაერთიანების დამკვირვებლები და ვანო ჩხარტიშვილთან არსებული პაროდიის თეატრის სხვა მსახიობები. ესეთი ამბავიც არის, მაგრამ ბრეჟნევის ჩავამატოთ ამ სიაში. შემდეგი ეხლა წაგიკითხავ დედისხეულ გამოტარებული დეპუტატის, თამადის, ექიმის და პოეტის ლადო კახაძის ლექსს. ნარკოტიკებს და ჰორმონებს მოაქვთ მაცდურის ზმანება, მალე ნახევარ მსოფლიოს ინტიმი დაეზარება. კითხვა.
თუ ის გამოთქვა მართალია, რომ ადამიანი ემსგავსება თავის პროფესიას და კვლევის საგანს, შენი აზრით, რომელმა პროფესიამ იქონია გავლენა ექიმ ლადო კახაძის ასეთად ჩამოყალიბებაზე? A. პოეზიამ, B. პოლიტიკოსობამ, G. თამადობის ინსტიტუტმა, თუ D. გინეკოლოგობამ? გაბლებულია კაცი. აი არ თქვა ბიჭო, სპაიჩავწეროთ ბაზო. შემდეგი კითხვა, ქალბატონო ირმა. გახსოვთ, რომ ის რაღაცა დეპუტატების შეურაცხყოფელი თუ კრიტიკული რაღაც აზრის გამოთქმის შესახებ კანონი მიიღეს აკრძალვისო და ამაზე პაატა შამუგიამ ესე კალამბური დაწერა და ახლა მოგასმენინებ მაგას, რომელზეც არის კითხვა. წაიკითხავ პაატა შამუგიას კალამბურს მამუკა მდინარაძისადმი. ხალხი ვერ შეთანხმდა მამუკა ბატონო, ზოგი გწერთ, ბატიც კი არ უნდა განდონო, სხვები კი ამბობენ, კი უნდა განდონო, უთუოდ განდონო, დიახაც განდონო. თქვენ რას ეტყოდით ბატონ მამუკას და ქართულ ოცნებას? რომ უთუოდ უნდა განდონო, თუ არ უნდა განდონო ბატი? რა სმერჩი ბიჭო. ერთის დაგვრჩა და რა ვიცი. ოღონდ ეს მუსიკალურია. კითხვა. შენი აზრით რაში დახარჯა ოლიგარქისგან დეპუტატობაში მიღებული პირველი თუმანი გრეტა წიწავა? მინა გრეტა წიწავა. დეპუტატი. გრეტა წიწავა არის კოცების დეპუტატი. არ ვიცი. ეცი მე მინა წიწავა. თელი საბლეთია შეღრილი ჟი. ბუნებრივი ინტელექტის მიერ მოწოდებული კითხვები ამეიწურა. შეგვიძლია დავამთავროთ რა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომელიც მინდა დავამკვიდრო ყველა გადაცემის ბოლოს. სანამ ჩვენ ვიბრძვით, თქვენს გეშველებათ. ჩვენ რომ არ ვიქნებით, დედა გეტირებათ. მიყვარხართ ძალიან.